გამარჯობა, ბატონი ვახტანგ კაპანაძე, ორგზის გენშტაბის უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, იშვიათი ადამიანი, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილებაც, ბექგრაუნდი, სწავლა, განათლება და რასთავარი ორჯერ იყო საქართველოს გენშტაბის უფროსი, როგორც ვახსენე. დღეს ის გახლავთ JOK-ის უფროსი მკვლევარი, ასევე ძალიან აქტიურად არის დაკავებული ისეთი საქმეებით, რაზეც ვისაუბრებთ და უკავშირდება რა თქმა უნდა იმ ქვეყანას, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და მოდი დავიწყოთ ყველაზე მტკივნეული საკითხით ჩვენთვის. თქვენ როგორც გენშტაბის ორგზის ხელმძღვანელი რას ხედავთ ახლა როგორი არის ჩვენი შეიარაღებული ძალები იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონში გვაქვს სახეზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კლასიკასო დაუბრუნდეთ, აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ამით შემიძლია დავიწყო. ვინაიდან სამწუხაროდ ძალიან დიდი გულისტკივლით, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ხარ თქვენს ძალიან დიდი ხანი იყავით ამ შეიარაღებულ ძალებშიც, ძალებთან ერთად მუშაობდით, ბევრი სწავლებაც ყოფილხართ, მეც 31 წელზე მეტი ვიყავ შეიარაღებულ ძალებში და იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს რეგიონში არის ყველაზე სუსტი შეიარაღებული ძალები, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. კითხვა ისმის როგორ ჩვენ ქართველები ამ ხელას მოდით გავყვეთ ელემენტარულად აი სამხედრო ეფექტიანობის შემადგენელს. ეს არის ორგანიზაციული სტრუქტურა, ორგანიზაცია, ეს არის მოდერნიზაცია, ეს არის მზადყოფნა, საბრძოლო მზადყოფნა და ეს არის უზრუნველყოფა, მდგრადობა, აღდგენა და ასე შემდეგ. ერთად რო გავიყვანოთ, უხეშად ვთქვათ ლოჯისტიკა. აი ეს ამ 4 კომპონენტის მიხედვით რომ დავიწყოთ გავიაროთ ჩვენი საქართველოს შეიარაღებული ძალების მხოლოდ ღია წყაროებიდან არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შევადაროთ აზერბაიჯანის თუ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს. დავიწყოთ ბიუჯეტით. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიდანაც ძალიან ბევრი გამომდინარეობს ის ვითარება, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები იმყოფება. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი არის ჩვენი მშპ-ს 1.8 თუ 9%. 1.8 და ხო. აზერბაიჯანის არის 2, სომხეთის არის 2.5. მე ვიძახი, რაც ღია წყაროებშია. ეს ინფორმაცია არის არც თუ ისე ახალი. ახლა შეიძლება კიდევ უფრო მეტიც კი იყოს. ეს რას ნიშნავს? რა იგულისხმება ამაში, რომ ჩვენი მაგალითად ჩვენი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი დაახლოებით 2.5-ზე ნაკლებია სომხეთის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტზე. ძალიან ბევრით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტზე. ნუ შევადარებთ, არც კი შეედარება, იმხელა განსხვავება არის ჩვენსა და მაგალითად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტზე. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გქონდა და რასაც ჩვენთვის დიდი პლუსი იყო, ეს იყო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ანუ გამოცდილება, რაც იძლეოდა ნატოს შეიარაღებული ძალებთან თავსებადობის და იმ სტანდარტებთან მიახლოებას, რასაც ნატოს შეიარაღებული ძალები ქვია და ამას ალბათ დაუბრუნდებით, თუ რამდენად დიდი უპირატესობა გამოჩნდა ტექნიკურ-ტექნოლოგიური რუსეთის შეიარაღებული ძალებთან შედარებით, აი ბოლო მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საომარი მოქმედებების გამოცდილება, საბრძოლო გამოცდილება, ეგრეთ წოდებული, ჩვენ ავღანეთის შემდეგ აღარ აქვს. სამაგიეროდ, როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს აქვს ფართომასშტაბიანი კონვენციური საომარი მოქმედებების გამოცდილება. ანუ იმ პრინციპითაც, რომ აი
ჩვენ აი არა გვაქვს ეს, მაგრამ გვაქვს გამოცდილება უკვე აი ამ პრინციპითაც უკვე ჩამორჩებით. გადავიდეთ აი ამ ფაქტორებზე, რომელიც მე ჩამოთვალე 4 ძირითადი ფაქტორი. ორგანიზაციული სტრუქტურა. დღეს არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც შედგება ორი სადგურისაგან, დღევანდელ გამოწვევებს უკვე აღარ პასუხობს. ვინაიდან როდესაც ქონდა, კი, იყო ეს მანამდეც ქონდა და ჩემი გენერალურ შტაბში მუშაობის პერიოდშიც იყო ეს ორი სარდლობა და ეს იყო სწორედ გადანაწილებული, ვინაიდან თითო სარდლობაზე იყო თითო პრობლემატური რაიონი, ანუ სამიზნე რაიონი, თქვათ აღმოსავლეთ სარდლობისთვის იყო განკუთვნილი სამხრეთ ოსეთის რაიონი, დავარქვათ საოპერაციო, სავარაუდო საოპერაციო რაიონი, ხოლო დასავლეთისთვის იყო აფხაზეთის საოპერაციო რაიონი. მიუხედავად აი ამ ორი გადანაწილებისა, არსებობდა ცენტრალური დაქვემდებარების დანაყოფებიც. ანუ რეზერვი, არასტრატეგიული, რასაც ქვია აი ჩვენი სამობილიზაციო რეზერვი, რასაც ქვია სტრატეგიული რეზერვი, თავი გავანებთ. უბრალოდ ოპერატიული რეზერვი, რომელიც იყო დანაყოფები, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა გენერალურ შტაბს, რაც საშუალებას აძლევდა გენერალურ შტაბს საჭიროების შემთხვევაში გაეძლიერებინა ეს მიმართულებები. აღარ წავალ ძალიან დიდ სიღრმეებში, დეტალებში, იმიტომ ჩვენ იყო დავიწყეთ ცდილობა, რომ სტანდარტიზაცია მიგვეღწია, რომ ბრიგადა ერთნაირი ტიპიური ბრიგადები ყოფილიყო, მაშინ ქონდა ჩვენ ერთი მსუბუქი ქვეითი ბრიგადა, ქვეითი ბრიგადები და ერთი მძიმე მექანიზირებული ბრიგადა. ეხლა არ ვერ გეტყვით, ეხლა არის მე მგონი სულ გადანაწილებულია, თანაბარი არის, მაგრამ მთელი ეს ძალები განაწილებულია ამ ორ მიმართულებაზე. საქართველოს ოპერატიული სიღრმე არის ძალიან მცირე, ფაქტურად არ გაგვაჩნია. ჩვენ არა ვართ ისრაელი, რომ იმის გამო რომ ოპერატიული სიღრმე არა გვაქვს, თქვა გოლანის სიმაღლეები დავიკავოთ და გავზარდოთ მექანიკურად გავზარდოთ ჩვენი სიღრმე, ხო, თავდაცვითი სიღრმე, ოპერატიული სიღრმე. ჩვენ ამ შესაძლებლობა არ გვაქვს, პლუს 20% კიდევ დაკარგული გვაქვს. ანუ მოწინააღმდეგე ფაქტურად არის კავკასიის მთების აქეთ. უკვე პლაცდარმი აქვს მას შექმნილი, ის ბუნებრივი ბარიერი, რაც ქონდა ეს კავკასიის ქედის სახით, ეს უკვე აღარ არის. და გადმოსული ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ მხარეს არის და ეს ორი პლაცდარმი არის идеალურ მდებარეობაში, რათა იქიდან განხორციელდეს დაარწმუნების საჭიროების შემთხვევაში, იქიდან განახორციელდეს რუსეთმა ან საერთოდ რუსეთმა არ განახორციელოს სხვისი დროში მწვანე პატარა კაცუნები გამოჩნდნენ იმ რაიონში და რაღაც პროვოკაციები დაიწყოს ამ რაიონებიდან. იგივე მაგალითად საზღვრის ენგურზე გატარება, როგორც აფხაზები ვიძახიან, რომ საზღვრის ენგურზე იყოს გატარებული, იგივე ოსების მოწოდებებით რუსოს ხეობას ოსურობაზე და გუდაურის ოსურობაზე და ასე შემდეგ. ანუ გამოყენ არის ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ოსებს საერთოდ ეძახა ბაკურიანის ჩვენი არის, ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს მიზეზი და საბაბი ყოველთვის შეიძლება მოინახოს. ეს რუსებს არ გაუჭირდებათ. ამ ჩვენთან გამომდინარე ისე დაუბრუნდები აი ამ ოპერატიულ სიღრმეს, რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ არა ვართ რუსეთი, არც უკრაინა, რომ რაღაც ზღუდემდე დავიხიოთ, მივცეთ ტერიტორიები მოწინააღმდეგეს და შემდეგ განახორციელოთ ურალის იქიდან მობილიზაცია, რეზერვების შემოყვანა, გადამზადება და შემოვიყვანოთ შემდეგ აი ამ ბრძოლებში, ანუ ნებისმიერი შეტევა მოქმედი მოძრაობის ეს კლაუზებით დაუბრუნდეთ ის კლასიკას. ნებისმიერი შეტევა თავისი შეტევის პროცესში სუსტდება. ვინაიდან იწელება ეს მექანიკა არის, საომარი მექანიკა, ლოგისტიკური ხაზები, ასე შემდეგ ის უნდა მიყვებოდეს და ასე შემდეგ. და შესაბამისად ჩვენ ამისა ფუფუნება ჩვენთან თუ რაღაცა მოხდება, ფართო მასშტაბიანი, საშუალო მასშტაბიანი. მოხდება ყველგან და ერთდროულად. და ამ დროს არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთში, მაგრამ გიუმრის ბაზა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ანუ ჩვენი მიმართულება, ჩვენი საფრთხის მიმართულება არის როგორც ჩრდილო სამხრეთი, ჩრდილო დასავლეთი,
ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთი. ასევე არის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ მიმართულებას. ანუ მოწინააღმდეგე შეუძლია ნებისმიერ მომენტში გახლიჩოს ეს ორი სარლობა. თუ დაიწყო მეთვალყურს, წარმოვიდგინეთ, თუ ესეთი რაღაც მოხდა, ორივე სარლობა იქნება დაკავებული. და შენ რომ ერთი სარლობიდან გადაისროლო რაღაც დანაყოფები მეორე სარლობის გასაძლებლად, ამის ფუფუნება დიდი ალბათობით არ იქნება. პირიქით ორივე მიმართულება აქეთ იქნება გასაძლიერებელი. გინდა მაშინ ის სუსტდება. შენ ორი როცა გაქვს, ორი სარლობა და თა ყველაფერი ამაში ყავს შეყვანილი ამ სარლობაში. მე ცენტრალურ სარლობას არაფერი არ რჩება, ხელმძღვანელობას არ რჩება რომ გააძლიეროს მიმართულებები. ამ ორი სარლობების გაძლიერება გულისხმობს რომელიმეს დასუსტებას. და ამავე დროს ძალიან ნადვილად შეუძლია მოწინააღმდეგეს გაჭრას ეს ორი სარლობა შუაში. ეს პრინციპში გათვლებში ჩვენ გულისხმობთ, მაგრამ ჩვენ ქონდა გათვლებში გაკეთებული ისე რომ თქვათ აი ეს რეზერვი ახდენდა აი ამ ხრიჭოს შევსებას და არ ხდებოდა ეს გახლეჩვა ამ ორი სარლობის. ჩემი აზრით სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მესამე სარლობა, სამხრეთი სარლობა, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ შეიარაღებულ ძალებს უკარო წარმოიდგინონ. ნებისმიერი მიმართულებიდან წამოსული მოწინააღმდეგე მოხდეს ორი სარლობის შუაში. და პლუს სიღრმე იყოს მეორე ეშელონით შეიქმნა, მეორე ოპერატიული თავდაცვით ეშელონით შეიქმნა. ამიტომ ეს სამი, ანუ ეს სამკუთხედი, რომელიც იქნება, ეს ყველა მიმართულებიდან გიუმრი, ოსეთი თუ აფხაზეთი ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველთვის იყოს ორი სარლობის შუაში მოქცეული მოწინააღმდეგე, ორი სარლობას შეეძლოს მასზე რეაგირება და ამავე დროს იყოს სიღრმე, რომელიც ამისებს საშუალებას შემოსულ მოწინააღმდეგეს, რომ ალყაში მოაქცეს, სრულად ალყაში მოაქცეს რომელიმე სარლობა. რა რაოდენობა არის ამისთვის საჭირო? აქ ახლა რაოდენობა რაღაც შეიძლება ტექნიკურ იმაში არც მინდა რომ ძალიან ჩაუბრუნდეთ, თუმცა ზუსტად მივდივარ შემდეგი კითხვისკენ, რომ აი ეს რაოდენობა, რასაც თქვენ დაასახელებთ, რომ ეს საჭიროება, ეს ბიუჯეტი ამას დააკმაყოფილებს, ან ეს მიდგომები, რაც არსებობს, ეს არის ის მიდგომები, რომელიც აუცილებელია საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ეცეთ რა მე საერთოდ არ ვიცი, რატო ეს არის ახლა ჩვენ ვზივარ და ესეთი თქვათ როგორც ახლა ამჩია ჯენერალს ხო, იმაში რა ქვია, დივანის გენერლები, საუბრობთ რაღაც ზოგადად ჩვენ რაღაც ის თეორიებზე. ჩვენ არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ნუ კაი კონცეფცია ქვია ჩვენ დოკუმენტს, ხო? წეს სტრატეგია უნდა იყოს, მაგრამ კონცეფცია არის გატარებული, შესაბამისად ეს დოკუმენტი არის კონცეფცია. ჩვენ ეს დოკუმენტი არ გაგვაჩნია. ჩვენ არ აქვს განსაზღვრული რა არის ჩვენ უბრალოდ გაგვაჩნია, მაგრამ რომელიც 2011-შია დაწერილი, იმ შემდეგ რამდენი რამე შეიცვალა სოფლიოში. ჩვენ არ ვიცით რა გვინდა ქვეყანას, რა არის ჩვენი ინტერესები, ხო? რა არის ჩვენი ეროვნული ძალის ელემენტები. რა საფრთხეები არის გაწერილი, ხო? ეს ყველაფერი უნდა იყოს, აი ამაზე უნდა იყოს მორგებული ის SDR-ი, ანუ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა. ხო, ეს არის თეთრი წიგნი, ეს არის ხედვები შეიარაღებულ ძალების განვითარების ხედვები. ეს არა დროში, ბიუჯეტში და გეგმაში გაწერილი, რა ქვია, გეგმა. ეს არც სამხედრო დოქტრინის სტრატეგია არ არის და არც სამხედრო დოქტრინა არ არის. რომელიც უნდა იყოს. წესით უნდა იყოს იდეალური შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, საიდანაც გამომდინარეობს თავდაცვის სტრატეგია და საიდანაც გამომდინარეობს უკვე სამხედრო სტრატეგია. და შემდეგ მოდის უკვე ოპერატიული გეგმები. ჩვენ ახლა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ გაგვაჩნია, კონცეფცია არ გაგვაჩნია, უბრალოდ ის რომელიც არის ჩათვალეთ რომ 2011 წელს გაკეთებული და ისიც ძალიან დიდი ხარვეზებით, მაგალითად ეროვნულ ინტერესებში საქართველოს აქვს თუ არ ვიცი 12 თუ 11 ეროვნული ინტერესი. ამერიკელებს აქვს 4, ჩვენ გვაქვს 12 თუ 11 ეროვნული ინტერესი. რაც უფრო ბევრს იღებ, მით უფრო ფოკუსირება რთულდება. გავანებოთ იმ სტრატეგიას თავი. ამ დროს მაგალითად კიბერუსაფრთხოების ყოველ 2 წელიწადში ერთხელ კიბერუსაფრთხოების სტრატეგია გამოდის. როგორი წერი სტრატეგიას, როცა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს, რისგანაც უნდა მომდინარეობს ყველა სტრატეგიები. იქ SDR-ი იწერება, თავდაცვის ხედვები იწერება, როცა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს, ხო?
არ აქვს ფასეულობები განსაზღვრული, არ აქვს ეროვნული მიზნები განსაზღვრული, ხო? არ ვიცი. ნუ აი ესეთ რეალობაში ვცხოვრ. აქედან გამომდინარე, ხა მე რაც მოვყვევ, ეს არის სულთა თეორიული და ისე დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, ხო? ნუ ამ ბიუჯეტი რა თქმა უნდა არ ყოფა. ეს ბიუჯეტი დღეს რაც აგვაქვს, აი ამ ჯარის აღჭურვაზე არ ეყოფა. ეს არის ხელფასების სოციალური პრობლემების მოგვარება, რომელიც საბედნიეროდ ძალიან კარგ ვითარებაში არის საქართველოს შეერთებულ ძალებში და მეტი არაფერი. ხა ისეც გავიგეთ, რომ თუმე თანხები კიდევ სადღაც მიდიოდა. სადღაც არა, კონკრეტული ხალხის ჯიბეში მიდიოდა ჯარისკაცების ფული. არ მიყვარს ზოგადად საუბარი გაჭირებულ ადამიანზე, მაგრამ ერთ-ერთი იმათი, ვინც ახლა ზის ნუ რაღა დაგიმალო და მქონდა ბედნიერება შეხვედრის, როდესაც შეეულ ძალებიდან წავედი, მქონდა საუბარი, მქონდა შეხვედრა, მქონდა საუბარი და როცა დავსვით საკითხი, რომ თავდაცვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მომზადება და სამხედრო განათლების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ვიდრე ახლა არის იქ. ამაზე ცალკე თემა არის იქ მინუსებზე არ ვისაუბროთ. ესეთი პასუხი მივიღე, რომ ერთ-ერთი უმაღლესი პირისაგან თავდაცვის სამინისტროს. ახლა არ მითხრა 300 არაგველი განათლებული იყო. რა თქმა უნდა, საქართველოს ყოველთვის იდგა გაუნათლებელი გლეხის ზურგზითო. და 300 ახლა ნუ მე ენა არ გამიჩერდა და უთხარი, იმიტომაც მოიგეს თოფიარმა სპარსელებმა მეთქის ის ომი და იმიტომაც დამარცხეს 300 არაგველი რა ხანჯლით და ხმლით, მარტო ვაშკაცობით ვერ გაიმარჯვა. ხო და ნუ როცა ესეთი ხედვა უმაღლეს ეშელონებში ახლა იყო იმედია შეიცვალა, მაგრამ იყო ხო აქედან გამომდინარეობს ყველაფერი და რა თქმა უნდა მაგრამ პირველ რიგში რასაც მე ვიძახი, აქ ბიუჯეტზე არა საუბარი, აქ ელემენტარულად სქემებზეა საუბარი. ჯობია კიდევ რაღაც დანაყოფები დააკლო იმ ბრიგადებს, რომელიც და ეს მაინც შექმნა, ეს მესამე საუბარი მაინც შექმნა. ვიდრე ვიდრე ნუ ეს არ ყავდეს რა, ეს შესაძლებლობა არ ქონდეს. კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავაძლიერებთ ვერცეთ მიმართულებას. ვერცეთ მიმართულებას ვერ გავაძლიერებთ. ახლა ისევ რეზერვის იმედზე უნდა ვიყოთ, რომელიც მობილიზება უნდა მოხდეს, აღჭურვა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ და ასე. ყისეულად ჩვენი მეზრეს ვერ გამოვიყვანთ. გადავიდეთ შემდეგ თემად და კიდევ რაოდენობაზე ხარ საუბარს კითხეთ, შეაღებძალებს რაოდენობა რამდენად საკმარისია. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ფურძელზე 37000, აგერ უკვე ბევრი წელია. აი ნეტა მაგდენი ყავდეს, მაშინ კიდევ შემდა რაღაცების გათამაში. ორჯერ ნაკლებია ვიდრე სომხებს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცას გაანგარიშებებზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ნუ სამწუხაროდ მაგდენიც არ აქვს. გადავიდეთ, ნუ რამოდენიმე კიდევ ისეთ საკითხი რომ მას ვქნათ, აი ამასთან ორგანიზაციულ სტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით, ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს. რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში 2 სამთო ბრიგადა შექმნეს. ეხლა მგონი მესამეზე მუშაობა. სამთო დანაყოფი არ გაგვაჩნია. ან სამთო კომპონენტი ჩვენ დანაყოფებში არ გაგვაჩნია. საზღვაო ძალებზე ნუ გული მიკვდება და ვერ ვლაპარაკო მესმის რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა არის გზები რომ ეს სხვანაირადაც გაკეთდეს, მაგრამ ის რაც შევქმენით ძლივს და მას ერქვა საზღვაო მიმართულების მართვის ცენტრი თავდაცვაში და დეპარტამენტი საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი ცალკე სადაც თავ მოუყარეთ იმ დარჩენილ მეზღვაურებს გამოცდილებით და ის დაიშალა ესე შეერთებული დაფანტული არიან ეს პიროვნებები. თუ დაიწყო ომი ღმერთთან უქნას, ან რაღაც მოქმედებები ელემენტარულად ხო იწყება მოქმედებები პროვოკაციების ზღვის მიმართულებიდან, ხო? არსებული სანაპირო დაცვა, ხო ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. რომელმა ორგანომ უნდა მართოს აი ეს მაშინ ვინ დაიღოს თავის თავზე აი ამ საზღვაო მიმართულებაზე მოქმედებების მართვა. პოლიცია? და გადავიდეთ უკვე შემდეგზე, ძალიან ხშირი შორშეგულია წავიდა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და ეს ბიუჯეტი, რომელიც ძირითადად სოციალური ბიუჯეტია და სოციალურ საკითხებზე არის მიმართული, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც იდეაში ძალიან კარგია, რომ ინფრასტრუქტურაც აუცილებელია, რომ იყოს.
მაგრამ რამდენად ადეკვატურია თუნდაც სოციალური მიმართულებით და აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ, მაშინ რატომ ხდება გადინება? იცით რა, აი აქ ალბათ უფრო სოციოლოგთან ეს იქნებოდა ალბათ უფრო საინტერესო საუბარი, რომელიც ალბათ უფრო დასაბუთებულად იტყოდა აი ამ ვითარებაზე ვითარებასთან დაკავშირებით. Ну ძალიან დიდი ფაქტორი ამ ხრივ იყო გადინებებიდან დაწყების გადინებების დაწყება იყო ეს ბატონ ლევან ზორიას მიერ გამოცხადებული წადი ჯარიდან და ფულს გადაგიხდი. ვინც დატოვა ჯარი, ხდებოდა კომპენსაცია და თანხას იღებდა, მიდიოდა ხა ვინც ძალიან ბევრი ოფიცერი კვალიფიცირებული და პირმა დატოვა და ის რომ თქვა ეხლა შეერებულ ძალებში საერთო ფონზე არ არის ცუდი მდგომარეობა სოციალური თვალსაზრისით, იგივე დაზღვევის კუთხით, იგივე აქვეა კვების პუნქტით, იგივე ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხელფასების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა მეტი ჯობია, მაგრამ ისეთი რომ იყოს კატასტროფული არ არის, მაგრამ პიროვნება რომელიც გამოდის ამ ჯარიდან სადღაც ხო უნდა ან დასაკვდეს, აი მის შემდგომ მოწყობაზე ვინ ფიქრობს. აი სადუნდა წავიდეს, აი რა პროფესიას იძენს ის რომელიც გამოდის, ბრუნდება ჯარიდან, ხო? წავიდა ჯარში იმსახურა 4 წელიწადი, თქვა გაუგზელს კიდე 4 წელიწად, რო გამოვა ახალგაზრდა პიროვნება. ხო, თუმცა თვითონ ჯარისკაცის სადმე მიდგომაც აბსოლუტურად განსხვავებულია და შეცვლილია იგივე სხვა სტრუქტურებთან მიმართებით თუნდაც და ის ხელფასი საერთოდ არასაკმარისია, რასაც იმ შრომისთვის იღებს, დაუნიშნეს იმ ჯარისკაცს, რასაც იღებს. მე მინდა გკითხოთ ერთი რამ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის ხასიათის ცვლილება რამდენად არის ჩვენთან ან შესწავლილი, ან დაკვირვება რამდენად ხდება. თუ იცით, რა თქმა უნდა, ამის შესახებ, თუ რაიმე გაკვეთილის შესწავლა კეთდება. მოდით, სამაკითხავს და მე მაინც აი 4 პირობა, რომელიც ჩამოთვალე ძალიან მოკლედ და ჩემსაც გავვილი. მეორე იყო მოდერნიზაცია, ბოლოს არ შევიძინეთ. რა შეიარაღებიდან შევიძინეთ, თქვა ამერიკა მოგცეს რაღაც ავტომობილები, ხო, სამოქალაქო ავტომობილები. ეგ იყო მეტი მე არ ვიცი რა შეიარაღება დახშურება იქნა შეძენილი მაშინ, როდესაც სომხეთი ხმელთი რაკეტების შეძენას აპირებს დაიწყო ინდოეთიდან. ჰაუბიცების თვითმფრინავი ჰაუბიცების ძალიან ზუსტი და ძალიან ეფექტიანი ჰაუბიცების შესყიდვას აპირებს დაიწყო საფრანგეთიდან. ასევე იგივე ძალიან მნიშვნელოვანი შესყიდვებზე გამოყო თანხა სხვა ქვეყანაში. აზერბაიჯანზე ალბათ ვინაიდან აზერბაიჯანმა ისრაელთან ერთად დაიწყო უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით წარმოება როგორც ჯავშან ტექნიკის, ასე უპილოტო საფრენი აპარატების თავის ტერიტორიაზე. და უნდა გავაწყო კიდევ აზერბაიჯანის გვერდით კიდევ თურქეთი დგას. და პაკისტანიც. პაკისტანი და მე რა შემწყდება, იცი გული, ხა შენ ქართული ჯარის თავიდანვე მოყვები ხო ამ ქართული ჯარის მოყვების ქრონოლოგიას და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ თურქეთთან გვქონდა სამხედრო ურთიერთობები, რომელიც დახმარებდა ჩვენ კადეტების სკოლაც გავაკეთეთ, თურქეთის დახმარებით გავაკეთეთ, აკადემიაში რეფორმები განხორციელდა ხო თურქების დახმარებით. პირველი დახმარება თურქებიდან მივიღეთ. გახსოვთ ჩვენი ყველა ერთი ბრიგადის მეხუთე ბრიგადას როცა ვაყალიბებდით, ყველა ოფიცერი, ყველა მეთაური უბრალოდ ბრიგადის ყველა მეთაური მიიღეს თურქებმა წაიყვანეს და თურქეთში მსგავს ბრიგადაში მეორე ნომრებად იყვნენ და სწავლობდნენ თავის რა უნდა ფუნქციონირება, როგორ უნდა განეხორციელებინა როგორც მეთაურს. აღჭურვილობაზე დახმარებები იყო თურქებს, ხო? მაშინ ლოგისტიკაში განსაკუთრებით დიდი დახმარება იყო. ანუ მე რა მინდა ვთქვა, მაშინ აზერბაიჯანი ახლოს არის თურქეთთან. და მე ვთვლი რომ თუ სწორი სამხედრო, დიპლომატიური, პოლიტიკური გზები იქნა მოძიებული, თურქეთს შეუძლია საქართველოს იგივე როლი შეასრულოს, რაც პოლონეთი ასრულებს უკრაინისთვის. თურქეთისთვის საქართველო არის ქვეყანა, ვისთანაც პრობლემები, ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც პრობლემები არ აქვს საზღვარზე. დანარჩენ ყველა ქვეყანასთან პრობლემა აქვს. ამიტომ ვიმეორებ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ინტერესების
გათვალისწინებით და თურქეთი დღეს ამიერკავკასიაში რა ამბიციით არის ეს ჩემს კარგად მოგეხსენებათ, ხო? პირველად ყარაბაღის ომის დროს პირველად რუსეთის ექსკლუზიური ინტერესების სფეროში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შემოიჭრა თურქეთი, შემოიჭრა ისე რომ სამთვეში გადაწყვიტა პრობლემა, რომელიც რუსეთი ვერ არ წყვიტავდა 30 წლის განმავლობაში. და დღეს ალიევის პოზიციაც მანერებით და ის ბოდიშების პუტინამო იმის გამო ხდება რომ აზერბაიჯანს ესეთი პარტნიორი ყავს, მეგობარი ყავს. და ჩვენ რო ყავდა უპილოტოები, რომელიც დაფრინავდა, ხო? და ოპერატიული, ტაქტიკური, ოპერატიული დონის უპილოტოები. აზერბაიჯანს და გაკარებაში არ ეყვნენ. მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი არის. და ეს მოდერნიზაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ეს თანხა არაფერზე არ გეყოფა. და ისევ ჯერ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გადაიხედოს ის მარაგები, რომელიც გაგვაჩნია. რამდენად ვადაგასულია, რამდენად ის რაკეტები გასროლები ქვემეხისთვის და ჰაუბიცების გასროლები რამდენად ვარგისიანია დღეს და ისობისთვის, ხო ესეც ყველასხმის თავის ვადები აქვს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადავიდეთ ეგ საბრძოლო მზადყოფნაზე. ჩვენ თავდაცვის მინისტრს უყვართ, რომ საქართველოს შერეულ ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე არის. სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე ამერიკის შერეულ ძალები არ არის. ეს სრული საბრძოლო მზადყოფნა ხდება რაღაც კონკრეტული მოკლე პერიოდისთვის. იმიტომ რომ ვერ იქნებ სრულ მზადყოფნა, ყველა შენი ჯარისკაცი მომზადებული არ იქნება, ყველა შენი დანაყოფი სრულად არ იქნება აღჭურვილი და ყველა შენი ოფიცერი ადგილზე არ იქნება. ეგეთი ამბავი ძალიან იშვიათად ხდება, ძალიან მოკლე პერიოდშია, ვინაიდან რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მაინც ხდება რაღაც პერიოდები, მაგრამ აქ ჩდება კითხვა ის რომ დაუბრუნდეთ აი იმ გეგმებს და აი იმ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციას, ხო? მზადყოფნა რისთვის? როგორი მზადყოფნა? რა დროისთვის მზადყოფნა? და ასე შემდეგ. ამაზე პასუხები არ არის, რა თქმა უნდა შეგვიძლია თქვა რაღაცა და მივაბათ ეს ყველაფერი ამ ლოჯისტიკა. ვიძახდი, დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენ მაშინაც ვიძახდი ამას, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ აი ეს საბჭოთა და დიდი სამხედრო ქალაქები უნდა დავცალოთ. ცენტრებში ახლა თბილისში და ქუთაისში, ხო? რამე რომ მოხდეს, ეს მთელი ქალაქი უნდა გადაიკეთოს, ან ჯარი გამოვა იმიდან, ხო? თავის ბაზებიდან. ჯერ ერთი დღევანდელ პირობებში ადვილი სამიზნეა. მეორეც პრობლემურ ადგილზე გადაადგილებისთვის ჰაერში მოწინააღმდეგის გარანტირებულად ბატონების პირობებში ეს შენთვის ძალიან რთული იქნება. ამიტომ მე ვიძახი რომ აქ ესეთ ცენტრალურ ადგილებში უნდა იყოს მართვა და მართვას დაქვემდა საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის დანაყოფები, ბატალიონები, ბრიგადები უნდა იყოს გასული, ან ცალკეული ბატალიონები უნდა იყოს გასული საფრთხის მატარებელი რაიონთან რაც შეიძლება ახლოს. რათა მან შეძლოს ამოცანის გახორციელება. თურქეთში საერთოდ საზღვარს იცავს სახმელთო ძალები. იქ არის მწვანე ზოლი და ლურჯი ზოლი. ლურჯი ეს პოლიციას მესაზღვრებს აცეხება და ანჩეს იცავს სარდლის პასუხისგებლობაში არის ეს მონაკვეთი. ხო, ტერიტორიის მონაკვეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ახლოს იმ საფრთხის მატარებელ რაიონებთან, რომ რეაგირებისთვის ძალიან ცოტა დრო დაგჭირდეს. ამის გარდა აღნიშნული საშუალებას მისცემს ელემენტარული ინფრასტრუქტურის განვითარებას იმ რეგიონისთვის. ახლა სად დანაყოფია, წარმოგიდგენთ ბატალიონია, ბატალიონს ჭირდება საბავშვო ბაღი, სკოლა, არ ვიცი, მაღაზია. ამ დროს ბატალიონს ყავს თავისი სამედიცინო პუნქტი, თავისი საინჟინრები, თქვა დითოლიანობის პერიოდში მათ შეუძლიათ გზა გაწმინდონ, მათ შეუძლიათ ავანტყოფ მიიღოს და ასე შემდეგ, ხო? ეს მთელი კონკურსები არის ხოლმე დასავლეთში, რომ როგორმე დანაყოფი, სამხედრო ნაწილიან დანაყოფი იყოს იმ ქალაქში, პატარა ქალაქში, რათა ეს ქალაქი განვითარდეს. ეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებით რასაც ვთვლი, რომ ლოჯისტიკური ვითარებას, სასურველს სახარბელო რომ გაუმდინარე იგივე ბიუჯეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მთავარი ამბავი რა დაკვირვება ხდება თუ არა საერთოდ ეს დაკვირვება
ალბათ ხდება, მე ვერ გეტყვით, იცი და ესე იგი რო გითხრათ რომ რაღაცა ჯგუფი შეიქმნა, ოფიცრების ჯგუფი რომელიც გაიგზავნა უკრაინაში და ადგილზე ახდენს აი ამ საბრძოლო მოქმედების შესწავლას, ან თბილისში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ჩამოიყვანეს უკრაინიდან, თქვა ყოფილი სამხედროები ან ანალიტიკოსები, უკრაინელი ანალიტიკოსები და მოხდა ამაზე, აქვეაც სამხედრო სამეცნიერო კუთხით რაღაც საუბრები არ გამიგია. მე მგონი არც ყოფილა, მაგრამ ეხლა ფარულად ხდება, არ ხდება, გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ თქვენ სწორი კითხვა, სწორი მიმართულებით დასვით ვინაიდან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩავთვალოთ რომ შემდეგი ომი მსგავსი არ იქნება. ამაზე ორი აზრი არსებობს, იმიტომ ისე ვითარდება გრძელი ომი ყოველთვის იწვევს ტექნოლოგიურ განვითარებებს. ესე ვითარდება დასავლეთ ომის მსგავსი ომი შეიძლება აღარ იყოს შემდეგი. და მაგრამ აი ეს გამოცდილება და რისთვის უნდა ვიყოთ გზად, ეს ხო აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს ერთი, სუფთა სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ოდესღაც როცა დამთავრდება ომი, ან როცა მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, რასაც იმედობ უფრო ჩქარა მოხდა ვიდრე ომის დამთავრება და კორეიზაციისკენ ალბათ მიდის ყველაფერი ეს, რომ გაიყინოს ეს კონფლიქტი. და გამოუთავისუფლდება რუსეთს დროც და ნერვებიც და ძალებიც რომ იფიქროს უკვე სხვა რაღაცეებზე, ცუდ რაღაცეებზე. აი ამისთვის როგორ ავარ ჩვენ მზად? ეს ერთი კითხვა. მეორე კითხვა არის თუ კი მოხდა ის რაც შესაძლებელია რომ მოხდეს და აერია რუსეთში ვითარება და რუსეთში ვითარება თუ აერევა იქ იქნება ყველას წინააღმდეგ. აი ამ პირობებისთვის თუ რამდენად ვარ ჩვენ მზად? ანუ აი ეს სცენარები გვაქვს თუ არა გათვლილი, თუ გვაქვს რასთან რაზე დამყარებული, ვინაიდან ეროვნული სამხედრო კონტექსტის არა გვაქვს, ისე გუბუნდებით, ანუ ჩვენ რა შვებით, ევროპე გვინდა, ნატოსკენ გვინდა თუ რუსეთისკენ გვინდა და მაშინ უნდა ვიფიქროთ დოდეკაბეში შესვლა. აქაც ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ნატო ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ, ხო? ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა. ხო, როგორ არის, იცი, უკვე პარტიაც გაჩნდა, ხო? ბევრი ჩემი ნაცნობის იმითი მონაწილეობით, ნეიტრალიტეტის საქართველოს ნეიტრალიტეტი თუ რაღაცა. შენ როგორ წვდავ ნეიტრალიტეტს წვდავ, შენ გადაწყვეტონ ქვეყნების ჯგუფმა და ამ ქვეყნების ჯგუფიდან უნდა კონდეს შენ მიღებული რაღაც გარანტია, ჯერ ერთი. მაგრამ ისე ისტორიას თუ გადავხედოთ, ბელგია ორჯერ იყო ნეიტრალური და ორი მსოფლიო ომი მოხდა ბელგიაში. ხო? იგივე მეუმხრობობა ქონდა შვედეთს, მაგრამ შევიდა გერმანიის ჯარები იქ. დაგვაუწყება ეს იგივე ფინეთთან. იგივე უკრაინა. ორივე ახლა შევიდა. იგივე მოლდოვა იღეთ. ნესტისპირეთის ამბები რომ მოხდა მოლდოვა ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული დღესაც აქვს. 100 წლის წინ ჩვენც ქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული. და აი ხო გეუბნებ და მე ვერ ხედავ დასაბუთებას რატო უნდა ვიყოთ ჩვენ ესე წყნარად. და ნეიტრალიტეტი თუ გაქვს გამოცხადებული რა შეიარაღება არ გჭირდება თუ ავსტრია თუ არის ნეიტრალური, შეიარაღებული ძალები არ აყავს თუ როგორ არის? თუ შვედეთი რო იყო ნეიტრალური, შეიარაღებული ძალები არ ყავდა. მაგრამ ფინეთი ნახეთ, შვედეთი ნახეთ, ეხლა ავსტრია აცხადებს რომ უნდა ნეიტრალიტეტის მოხსნა და ნატოში მიღებაზე აქვს უკვე საუბარი. და ავიცი, შვეიცარია იყო ნეიტრალური და როგორი ტიპის მილიციური შეიარაღებული ძალები ყავდა, ეგეც კარგად მოგხსენებოდა. თავის სამობილიზაციო სისტემით და ასე შემდეგ. ბატონო, არ მინდა რომ არც ძალიან ვისარგებლო თქვენი დროით ზედმეტად და მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ, რა შეიძლება, არ ვამბობ რომ ალფავიტის მიხედვით ან პირ რიგითობის მიხედვით დავასახელოთ, მაგრამ ის რისი სასიცოცხლო აუცილებლობაც გვიდგას აი მინიმუმ რაღაც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რა უნდა გაკეთდეს? არც ჰაერი, ზღვა, აი რა არის ის, რაც ნომერ პირველი გასაკეთებელი საქმეა. რაც იდეაში თითოეული მოქალაქის ფიზიკურ უსაფრთხოებას ეხება. აი ამ უახლოეს ვითარებაში არის სახელმწიფო თავდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანი. არა სახელმწიფო ძალების, რომელსაც ჩვენ ვერ შევხვდით, არამედ სახელმწიფო თავდაცვის გაძლიერება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე
გარკვეული მოდერნიზაცია ჩვენ ვერ განვახორციელებთ ამ ბიუჯეტები და ჩავთვალოთ კიდევ ცოტათი გაზრდილი ბიუჯეტად ვერ განვახორციელებთ მოდერნიზებას, მაგრამ გადაიარაღებას ჩვენ შევძლებთ. რომ ის საშუალებები, რომელიც გაგვაჩნია, რომ იყოს ნატო სტანდარტების მინიმუმ. ახლა წარმოიდგინეთ, ეს უკრაინა ეს არის შავი ხვრელი, სადაც ყოფილი საბჭოთა სისტემები ით ყოველდღიურად ნადგურდება და ასე შემდეგ. ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, როგორ გათანამეორდება უკრაინა, არა იმიტომ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია განიცადა, არა, უბრალოდ ფიზიკურად აღარ არის ის საბჭოთა აღჭურვილობა და იძულებული არის დასავლეთი მიაწოდოს თავის აღჭურვილობა, თავის უახლესი და უახლესი, იმიტომ რომ ძველი აღჭურვილობა თანათანობით გამოდის საბრძოლო იმაში დანაკარგებში ხდება. ჩვენთვის დგება საკითხი, საბჭოთა აღჭურვილობა როგორ შეაღებულება, შემდგომ საით უნდა ვიყიდოთ, ან სათადარიგო ნაწილი, ან სად გავარემონტოთ, ან მისთვის საბრძოლო მასას უნდა შევიძინოთ ბელარუსში თუ რუსეთში თუ სად არ ვიცი. ამიტომ ეს რაც შეიძლება უნდა ვისარგებლოთ აი ამ უნდა გვესარგებლა უკვე უბრალოდ 3 წლის განმავლობაში ამ რუსეთი იყო დაკავებული ამ რაღაც და ჩვენგან განთავისუფლებული ყავთ. სომხეთი უკეთ მდგომარეობაში რატო? იმიტომ დაკარგა ბევრი საბრძოლო საბჭოთა წარმოების საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა დაკარგა ყარაბაღის ომის დროს. და მისთვის ადილი ახლა შევსება უკვე თანამედროვე მეების შემოტანა. რა ვიცი, ჩვენ რატომღაც აი ეს მომენტი რომ აი ეს უკრაინა ესეთ დაძაბულობაში იყო და ესეთ ვითარებაში იყო, ჩვენ ალბათ უნდა მოგვეშორებინეს რაც შეიძლება ჩქარა საბჭოთა ის და გვეცადა შეგვესო დასავლეთი აღჭურვილობი, დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობი, მაგრამ ამისთვის მინიმუმ დასავლეთთან კაი ურთიერთობა გვჭირდება. და სულ ბოლოს მაშინ ბოლო კითხვა, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული? არა, როგორ არის, იცით, მე ვარ კომპანიაში, ამ ეტაპზე გარკვეულ რაღაც თეორიულ დახმარებას უწევ, კონცეპტუალურ დახმარებას უწევ კომპანია, რომელიც მუშაობს თანამედროვე რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია თურქულ, აზერბაიჯანულ, პორტუგალიური, რომელსაც თბილისშიც ჰქონდა ფილიალი გახსნილი FDI Delta სახით და სხვა შორის დიდგორებზე, ცეცხლის მართვის სისტემებზეც მუშაობდა და ესეც გამოცდებით ჩავატარეთ აზიანის პოლიგონზე. საკმაოდ წარმატებული, უბრალოდ მე მოხდა ყველაფრის შეცვლა იქ ჩვენთან და ეხლა აწარმოებს ძალიან საინტერესო სისტემას. უბრალოდ თუ გამოცდის პერიოდშია ძალიან ორი სისტემა, ორი პროექტია. ერთი არის, როდესაც ცეცხლის მართვა ხდება უღოთ დუბლირებული, მეთაური მსროლელის დუბლირებით, როდესაც ეს ხდება ჯოისტიკით და მონიტორებით დისტანციურად და დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე ეს სისტემა. მეორე სისტემა არის იგივე მოდულით, ოღონდ ჰაერ საწინააღმდეგო საშუალებები, როდესაც აი გამოყენებულია მაინც ცდილობ გამოვიყენო 23-2, რომელიც ჯერ კიდევ არის, ეს ჰაერ საწინააღმდეგო ქვემეხი, რომელიც ცალკე საკმაოდ უზუსტოა, მაგრამ აი ამ ინტეგრირებით, აი ამ ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებით მარტივდება მისი მართვაც და მისი სიზუსტეც მნიშვნელოვნად იზრდება. და ამიტომ მისი საკმაოდ იაფი გამოდის აი ეს უცხოური სისტემებთან შედარებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დრონების საწინააღმდეგოდ. ამჟამად ცდები მიდის აზერბაიჯანში მიმდინარეობს აი გამოცდები უკვე სახელმწიფო გამოცდებზე გავიდა ეს მოდული უკვე და ალბათ ვეცდებ რომ ჩავიდე ახლა მეც ალბათ მომიწევს ჩასვლა და ჩემი ამოცანა აი ამ ვითარებაში კონცეპტუალურად დასაბუთება აი ამ იარაღის ტაქტიკური გამოყენების და ასე შემდეგ. ეს მე რა თავად დაგახმარ. ანუ საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, გარდა ბიუჯეტისა და ასე შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რჩება მაღალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი, მინიმუმ ამ უნარის გამომუშავება იმისთვის, რომ მომავალ ომებს შედარებით მომზადებული დავხვდეთ, ხო? ეცედა ჩვენ გვაქვს, ჩვენ არ გავაჩნიათ თანხები, ჩვენ არ გავაჩნიათ ტექნოლოგია, ჩვენ გვაქვს ხალხი და გვაქვს ბუნება. ეს გამოვიყენოთ, ეს ხალხის ინტელექტი ხო შეგვიძლია ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ეს ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიური კუთხით გავაძლევთ ჩვენი სიძლიერე იყოს მაღალი ტექნოლოგიების ათვისებაში.
მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაში, ახლა უკრაინაში რაც ხდება, ხო, ყველა გარაჟში აწყობენ იმას, რა ქვია, დრონებს. მუხლზე აწყობენ დრონებს, ახლა ბოდიში ქვია გამარტივებისთვის ვითარების, მაგრამ ამაში მიიღეს ძალიან დიდი უპირატესობა, ხო, ეს ზიან ფიქრობენ, აკეთებენ. ახლა არ ამგონია რომ ახლა ქართველი თუ სწორედ მიუმართეთ, სწორედ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ინტელექტი, ხო? არ ამგონია რომ უკრაინის ნაკლებები ვიყო და რაღაცა კუთხით, ხო, რაღაც კუთხით ჩვენ უნდა გავაძლევოთ ჩვენი შესაძლებლობები. ამისთვის ჭირდება ბევრი მომზადება, ამისთვის ჭირდება გაძლიერება, კარგია, ძალიან კარგია რომ ესე იგი ვეტერანთა დეპარტამენტმა ხა რაღაც რეზერვისტების მომზადება დაიწყო. მუდმივად ამზადება რაღაც გარკვეული ჯგუფებს რეზერვისტი ახალგაზრდების ერთადად ძალიან კარგია ინტერესი არსებობს. ქართულში იარაღთან და სამხედრო საქმეთან ინტერესი ყოველთვის არსებობს. სწორი მიმართვა და სწორი ორგანიზება ამისთვის საჭიროა. და პლუს კიდევ დამატება იმ ხალხის, ვისაც გაცილებით მეტი აქვს თავში. კეთილი, დიდი მადლობა და წარმატებები. გაიხარეთ, ასე წარმატებას გესურვებთ.